ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს, თუმცა ამბობენ, რომ არსებული კონტროლის სისტემა სრულყოფილ სურათს ვერ ასახავს. თბილისში ამ ეტაპზე მხოლოდ 4 სადამკვირვებლო პუნქტია, მაშინ როცა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ყოველ 100,000 მოსახლეზე ერთი ჯიხური უნდა იდგეს. ეს რკინის ჯიხური თამარ მეფის ხიდან ალბათ ყველა შეგიმჩნევიათ, თუმცა რეალურად ბევრმა არ იცის რა ხდება შიგნით. ეს არის ჰაერის დაკვირვების ჯიხური, რომლიდანაც გარშემო ტერიტორიაზე ჰაერში დაბინძურების მაჩვენებელი იზომება. ეხლა ჩვენ შეგვიძლია შემოვიხედოთ და ვნახოთ რა ხდება შიგნით. ჯიხურში დაკვირვება დღეში 3-ჯერ ჰაერში შემავალ 6 დამაბინძურებელ ნივთიერებაზე მიმდინარეობს. ლაბორანტი სხვადასხვა ნივთიერებების საზომი აპარატების მაჩვენებლებს აფიქსირებს, ჰაერის სინჯებს იღებს და მათ გარემოს სააგენტოს ლაბორატორიაში გზავნის. ლაბორატორიაში კი აცხადებენ, რომ არსებული მონაცემებით თბილისში ჰაერის მდგომარეობა საგანგაშო არ არის. დასაშვებ ნორმას აღემატება ძირითადად მტვერის კონცენტრაცია. ნახშირორჟანგიც სრულად დასაშვებ კონცენტრაციას აღემატება, მაგრამ მაღალი და ექსტრემალურად მაღალი დამინძურება ნამდვილად არ აღენიშნება. აი მაღალი 10-ჯერ რო აღემატება, ეს არის მაღალი. მიუხედავად სააგენტოს ამ მონაცემებისა, ჩვენმა კამერამ გადაღების პროცესში ნახშირორჟანგის სწორედ ექსტრემალურად მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა. ლაბორანტის განცხადებით, ასეთი მაჩვენებელი ყოველდღიურად ფიქსირდება, თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშებში ეს მონაცემები რატომღაც არ ხვდება. მინდა გითხრათ, რომ დღეს პირველ საათზე დაფიქსირდა 117. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნორმა არის 5. ამ შემთხვევაში კი ნახშირჟანგის მაჩვენებელმა 72-ს მიაღწია, ანუ ზღვრულად დასაშვებ ნორმას 14-ჯერ გადააჭერბა. ნახშირჟანგი CO 200-ჯერ უფრო სწრაფად აღწევს სისხლში, ვიდრე ჟანგბადი და ცვლის სისხლის ფორმულას.